კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული ცენტრის პირველი პროექტის წარდგინება გაიმართა. პროგრამა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ინგლისური ენის 5-თვიანი უფასო კურსის ჩატარებას ითვალისწინებს. სიახლე დაინტერესებულ პირებს უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ გიორგაძემ და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ თავად გააცნეს. მხარეების განცხადებით პროექტში მონაწილეობას 12 ადამიანი მიიღებს. პირველ ეტაპზე კონკურსანტების შერჩევა მათი რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე მოხდება. მეორე საფეხურზე კი აპლიკანტებს ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტი ჩაუტარდებათ. სასწავლო კურსი 2015 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 16 მაისს არის ბოლო დღე განაცხადების მიღების, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ გააქტიურდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში. მე ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი არის თანამედროვე მსოფლიოში. საკომუნიკაციო ენა, უცხო ენა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი იმისთვის, რომ იყო წარმატებული, იმისთვის, რომ ყავდეს პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებში. მენეჯერებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ თავიანთი ინგლისური ენის ცოდნა ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის კურსების მეშვეობით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ამ ერთობლივი ინიციატივისთვის უბრალოდ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში. დღეს განსაკუთრებით, როდესაც საქართველო გახდა შემოქმედებითი ევროპის ნაწილი, როდესაც ინგლისური ენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებითი საერთაშორისო კავშირების დამყარებისთვის.